სოფელ ეწერში აი ამ სახლში ცხოვრობს ოჯახი 4 მცირეწლოვანი შვილით. ეს სახლი გახავთ სასწრაფოდ სადემონტაჟო, აკათხნებული ყოველი ღამე. შეიცავს იმ საფრთხეს, რომ ქარის დროს, წვიმის დროს საერთოდ ჩამოიქცეს ეს სახურავი და შეიწიროს ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მინდვრის ყვავილები გია ხარჩილავასთვის. ის რომ არ ყოფილიყო, დღემდე ღია ცის ქვეშ ვიცხოვრებდი. ის რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილები ისევ სხვის კარზე დააკაკუნებდნენ. ის რომ არ ყოფილიყო, იმედიც აღარ მექნებოდა. მან მოусმინა ჩემ ტკივილს, ჩემი გაჭირვება გულთან მიიტანა და მითხრა: არ ინერვიულო, სახლს აგიშენებთ. და დაიწყო აგური აგურზე დაიდო. მისი გარდაცვალება რომ გავიგე, სუნთქვა შემეკრა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. პატივისცემა როგორ უნდა გამომეხატა. 100 ლარი ვიშოვე. მინდვრის ყვავილები ვიყიდე. მივედი და მერის წინ დავალაგე. ჩემი ბავშვების სახელზე, ჩემი ოჯახის სახელით ყვავილი დავდე ამ გეომეტრის წინ, იმიტომ რომ იმას იწვიტო ძალიან ყვავილი კი არა, ბევრი რაღაცა ხდება და ხალხი გაუცებით მიყურებდა. მინდოდა მეყვირა. ხო, გია ხარჩილოვა მხოლოდ მერი კი არა, პირველ რიგში ადამიანი იყო. ადამიანი, რომელიც სხვის ტკივილს საკუთარებით გრძნობდა. ოჯახი მიიღებს ახალ კაპიტალურ შენობას, რომელიც დაიდგმება მათსავე კარმიდამოში და რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ და ისევ ვაგრძელებთ გიას გზას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაზიანებული სახლია, ძალიან ბევრ ადამიანს ესაჭიროება დახმარება. ჩვენ რაც შეგვიძლია და როგორც ვწდებით ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბევრი ოჯახი მოვიცვათ და ბევრ ოჯახს შეუქმნათ საცხოვრებელი გარემო, ნორმალური საცხოვრებელი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ უსაფრთხოდ თუნდაც ცხოვრებას და იქნებიან კარგ გარემოში. მსგავსი ტიპის პროექტები რა თქმა უნდა გაგრძელდება ძალიან ჯიხაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის ასე ვთქვათ რაოდენობიდან გამომდინარე შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად კიდევ ხელი შეუწყოთ მსგავსი ტიპის პროექტების უფრო მეტად განვითარებას. ამ ეტაპისთვის დაახლოებით არის 45,000 ლარის ფარგლებში დახარჯული აი ამ სახლზე. არის 2 საძინებელი, სველი წერტილი, მისაღები და რა თქმა უნდა მოწყობილი თავიდან ბოლომდე შეგნიდან, ანუ გარემონტებულ მდგომარეობაში ბარდება. ეწერი ქარდავების ოჯახი კიდევ ერთი ლამაზი სახლი შეემატა ამ სოფელს და ძალიან ბედნიერები არიან ეს ადამიანებიც, მისი ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, საკმაოდ სული საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ და მერიამ გადაწყვიტა, რომ აეშენებინა სახლი, სადაც მაქსიმალურად კარგად იგრძნობდნენ თავს, კომფორტულად, მრავალრიცხოვანი ოჯახია და ეს ფანტასტიკური პატარა სახლი დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან წაადგებათ მათ ოჯახს და ექნებათ რაც თავარია უსაფრთხო და კომფორტული გარემო. მცირე დეტალები არის დასასრულებელი ამ ბინაში. ვამაყობთ იმით, რომ აი ეს სახლები ძალიან მნიშვნელოვანია წალენჯიხელი მოსახლეობისთვის. ორიგია მაგ ბატონო დარჩენილი რომ დამთავრდეს ბავშვები რო შემეყვანო და ჩემი შვილების ჩემი ოჯახისთვის იმ კაცთან მოინდომა თავის ჯგუფთან ერთად და მადლობა ბატონ გიას და ბატონ გიას ჯგუფს ღმერთმა ნახევარში ვიმყოფოს ის ბაშკაცია.